Გაზრდულმა კავშირმა ევროკლუბმა კინოთეატრ ოზურგეთის წინ ღონისძიება მსოფლიო არდადეგები 2 გამართეს. ნახეთ ნინა მაშალამიძის სიუჟეტი. გუშინ კინოთეატრ ოზურგეთის მიმდებარე ტერიტორია ახალგაზრდების და არა მარტო მომავალი თაობით შეიცვალა. ახალგაზრდული კავშირი ევროკლუბი, რომლის შემადგენლობაში ძირითადად აქტიური სხვადასხვა იდეებით დახუჭული ბავშვებია გაერთიანებული, ღონისძიებით მსოფლიო არდადეგების გამართვა უკვე მეორედ გადაწყვეტეს. საინტერესო იდეის განხორციელებასა და რეალიზებაში ევროკლუბს სტუდენტურ ახალგაზრდული სათათბირო და ოზურგეთის სამხატვრო სკოლა დაეხმანენ. მსოფლიო არდადეგების სპონსორობა კი არაერთმა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და გამგეობა, ბანკებმა, პროკრედიტმა და პრივატმა, შეპესა ვასაძის პურმა და ინდ მეწარმეებმა, ვასილ ბეშიტაშვილმა და ართანდილ ჭანუხვაძემ და ასევე რაიონულმა პროკურატურამ ითავეს. ქველმოქმედ უფროსეს ბავშვებმა სიურპრიზად ამავდროულად მადლიერების ნიშნად სიგელები მიუძღვნეს. ღონისძიება სხვადასხვა სპორტული გასართობი აქტივობებით იყო დატვირთული. ერთ-ერთი სამაუწყებლო კომპანია გურიას დიდი ინტერესი ჩაება. სამხედრო სკოლის აკრძალულმა თამთა ანთუმაძემ ტელევიზიის PR-ზე იზრუნა. სულ რამდენიმე წუთში კი ჩემს მარჯვენა ხაზს ტელევიზიის ლოგო ამშვენებდა. ღონისძიებამ აღამომდე გასტანა. მონაწილე თუ მაყურებელი ბავშვები კმაყოფილები ჩანდნენ. ლამაზი დღე მოაწყო ევროკლუბის წევრებმა, ლიდერებმა, სადაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა საშუალება აქვს, რომ თავის ანატოლებთან ერთად გამოცდილებები მიიღოს სხვადასხვა საკითხებში, დაუმეგობრდნენ ერთმანეთს, შეეჯიბრონ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში. ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა, რომ ყოველთვის აქვს ყველა ნიჭიერ ადამიანს, მათ შორის განსაკუთრებით ახალგაზრდებს, საშუალება რომ ჩვენგან მიიღოს სრული მხარდაჭერა. ახალგაზრდები შემოვიდნენ ინიციატივით აი ამ პროექტისა და გხოვეს სხვადასხვა საკითხებში ფინანსური მხარდაჭერა, რადგან რა თქმა უნდა საკრებულოსა და გამგეობის მხრიდან მობილიზებული იქნა ყველა რესურსები, რათა ნორმალურად, ლამაზად ჩატარებული იყო დღევანდელი დღე. და ესეთი მსგავსი ღონისძიებები ამ თუ სხვა კლუბების, სხვა ახალგაზრდების მხრიდან ყოველთვის იქნება ჩვენი მხრიდან გვერდში დგომა და ფინანსური თუ სხვა სახის დახმარებების გაწევა. დღევანდელი ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერები ვართ ჩვენი ორგანიზაცია სტუდენტურ ახალგაზრდული სათათბირო. ჩვენ უწევდით ბავშვებს კონსულტაციას, იყენებდნენ ოფის ტექნიკას, ყველანაირ აღჭურვილობას, რაც კი სჭირდებოდათ. თვითონ ეს ბავშვებიც არიან ჩვენი ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში შეკრებილი გუნდი და ვთვლი, რომ ესეთი მხარდაჭერა სხვადასხვა სპონსორების მხრიდან ბავშვებისთვის არის ძალიან კარგი სტიმული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი ღონისძიების ჩატარება შეუძლიათ მოსწავლეებს, მით უმეტეს აქვს ამისი ინიციატივა და სურვილი და ძალიან სასიამოვნოა, რომ ესეთი კარგი და ლამაზი დღე აჩუქეს ჩვენს აბიტურიენტებს. გული შეგვდივა ახალგაზრდებზე, ოზურგეთის ახალგაზრდებზე და გული შეგვდივა იმაზე, რომ არ არის გასართობი ადგილები, არ შეუძლიათ მათ გაატარონ თავისუფალი დრო და აქედან გამომდინარე, რომ დამთავრდა ეროვნული გამოცდები და ბავშვებს არ აქვს იმის საშუალება, რომ ამ დამღლელი წლის შემდეგ გაატარონ თავისუფალი დრო. მოვიფიქრეთ ესეთი გასახალისო სპორტული ღონისძიება, სადაც შეძლებათ გაერთონ და პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ეს ღონისძიება მიმართულია აბიტურიენტებისაკენ და ასევე მინდა დიდი მადლობა გადაუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს, სტუდენტურ ახალგაზრდულ სათათბიროს და ოზურგეთის სამხატვრო სკოლას და ჩვენ სპონსორებს პროკრედიტ ბანკს, ოზურგეთის გამგეობას, ვასაძის კურს, შეგვიძლია ვასაძის კურს, საკრებულოს და ყველა მხარდამჭერებს, ვინც კი ოდნავი წვლილი გაიგო და ძალიან კმაყოფილი ვარ ორგანიზატორებისთვის და ისე გეტყვით, რომ მეც ორგანიზატორი ვარ. ძალიან მაგრა ვერთობით ხალხი საკმაოდ არის და კიდევ ველოდებით რომ მოვიდნენ.